დავდივარ ოტბაიის ნომერ 1 საშუალო სკოლის მე-7 კლასში. დავდივარ ბაიას ბაზარში ზუგდიდში, ვანდომებ მოტოციკლით გადმოსვლას, საათ ნახევარ ფეხბურთის სავარჯიშოდ გადმოვდივარ ბაიას ბაზარში. შედარებით ზუგდიდში უკეთესია. და ვინდომებ აქეთ და უკეთესი ფეხბურთელი გამოვიდე. კარგი მეკობრები მყავს და კარგია ფეხბურთის ვარჯიში აქ. ეს მოპედინო მყავს არის მე-3 წელი, ეკონომიურია და ხელსაც გვიწყობს. ყოველ მეორე დღეს მიწევს 4-ჯერ გადმოსვლა. რავი, თბილად ხვდებიან, იმიტომ რომ ბევრჯერ ხვდებით ერთმანეთს და ზოგჯერ საბუთებსაც არ მიმოწმებენ და მაგრამ მესაზღვრები არ მიშვებენ, დედიკო ან მშობლები უნდა მომყვებოდეს. სარეზარება წვიმაში, ქარში, დარში, ავდარში სიარული და მეც როგორც დედა ვალდებულად ვთვლი თავს, გვერდში დავუდგე და ვახერხებთ სიარულს ყოველ მეორე დღეს, ზოგჯერ ყოველ დღეც გვიწევს სიარული ბაიას ბაზაზე. ეს მისი ოცნებაა გახდეს დიდი ფეხბურთელი. პრობლემები ამ მხრივ არ არის. აი დღეს მაგალითად ურიგოდ გამოგვატარეს აფხაზებმა და მადლობა მათ ამისთვის. რიგი იყო, ვთხოვე ფეხბურთზე აგვიანდება ბავშვს და ეგება რამენაირად გამოგვატაროთ მეთქი და უპრობლემოდ გამოგვატარეს. სამი წელია დიტო ჩვენთან დადის მოსვლის დღიდან, აი იმდენად შეგვაყვარა თავის საქმით, მონდომებით, ფეხბურთის სიყვარულით, რომ ყველანაირად ხელს უწყობთ. გადასახადისგან თავისუფალია, ყველანაირი ხარჯები, რაც ჩვენ შეგვიძლია და ბაიას უფროსობას რაც შეუძლია, ყველანაირად უდგას გვერდში.